დავით არმანია დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელზე საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე განიხილეს მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პრიორიტეტებიც. ინფრასტრუქტურის კუთხით ჩვენ მომდევნო წელს სერიოზულ პროგრესს ველოდებით ქუთაისში. წყალმომარაგების კომპანია თავისი კუთხით წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. ამის შემდგომ ცალკეულ ქუჩებზე გაკეთდება ასფალტირების სამუშაოები და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ქალაქში. ქუთაისი იმაზე მეტ დაფინანსებას მიიღებს მომდევნო წელს, ვიდრე მან მიიღო 2013 წელს. 2013 წელს იყო ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილი, რაც კი წინა წლებში ყოფილა ქუთაისისთვის რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი. არსებობდა პრობლემები, ჩემს მოსვლამდე არსებობს პრობლემები, რომლის ძალიან ოპერატიულ გადაჭრას ჩვენ ვცდილობთ ახლა. რამოდენიმე საკითხი გავიარეთ, რომ 2014 წელს დაფინანსება კვლავ გაგრძელდეს და არ იყოს უფრო მეტი.